გამარჯობა, დღეს ჩვენ ვნახავთ ამ პოზიციას, სადაც არის თეთრების სვლა. და ჩვენ მიზანია საერთოდ ჩავსვათ შამათი. შენ შეიძლება იფიქრო, ლაზიერს სადმე წავიყვანო, მაგრამ ნახეთ, რატომ იდის მარტო დიაგონალზე? იმიტომ რომ დაბმულია. ხოლმე აქ შეიძლება შენი ფიქრო, რადგანაც მასზე გაუცვლი და ფრედასრულდებაო. მაგრამ თეთრებს შეუძლიათ მოგება თუ აი ამ ბრილიანტის სვლით დაიწყებენ თამაშს. ხოლმე ფეიძულებულია წავსვა, რადგან დაბმული ფიგურა ბლოკავს ბებს სხვა ადგილებს. ხოლო შემდეგ ნახეთ, ეტლით ამ ქისს რომ გამოვაცხადებთ. მე ნახეთ რა მოხდეს, მეფე როცა წავა, ნახეთ ლაზერი უკვე გათავისუფლდა და ნახეთ ლაზერი რომ გავათავისუფლოთ, ეტლი დაიბმევა და შამათს ჩავსვავთ. მაგრამ თუ აქეთ ამ მხარეს წავა, იგივე სვლა უნდა ვითამაშოთ ამ შემთხვევაშიც. ხო, ნუ ეხლა ლაზერი გვყავს თავისუფალი, ეტლი არის უბრალოდ დაბმული. შემდეგ მივდივართ აქ ქიშით, აქ რო წავა, კიბეებზე ავდივართ ზევით. და მერე ნახეთ, აქ ნახეთ რა შვებით ქიში ხო არის. ხო და მეფე როდესაც წავა სადმე, ეტლი უკვე გათავისუფლებულია და ლაზერმა დაიბა თავი მისთვის და ეს არის ულამაზესი მშვენიერი საოცარი გონივრული და ჭკვიანი შამათი. კაი, დღეისათვის კიდე ასე ვატირეთ შავი მეფე, არ დაგავიწყეთ ვიდეოს დაიქება და არხის გამოწერე, მე კიდე ამით დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.